აჰა. Jay-Z ნამშვით. ორია თქვი? ორია ხო, თამაში ორი. ფინალში. That's Kaya. ვართ მოსულები მის წასაღებად. ეს ძალიან ლამაზი მანქანაა. ესეც არ იქნება ცუდი. ჯერ არა. ჯერ იმენა კატასტროფა просто. იჭერს შეჩება просто და ის უნდა. დიდი იმედით არა, ხო? სკაფს აკეთებს და რატო არ იჭერს? კლეო! დაიკეთე შე! ჩამოვიყვანეთ თბილისში. ახლა სკოიზის მანქანას წამოიყვანს და მე უკვე ერთად წავალთ. კრესტარავაზია. მე ძალიან გმაყოფილი ვარ BMW-ს წინაზე, რაც ვიყიდე იმას მილიარდჯერ მირჩევნია და ძალიან გმაყოფილი ვარ. არ და მანქანა ვიზუალურად ძალიან ისეთ ვიძე არის, მაგრამ საკმაოდ კაი აღმოჩნდა, რაც ძალიან მახარებს. ახლა მოვედით, დისკები მოვიტანეთ. ეს ყოფილი ეს ყოფილი სუის დისკები არის და ახლა უნდა მივაყენოთ ამაზე. მაინტერესებს იქნება და იშველოს ოდნავ მაინც. ნუ ეს წარსულის ისინია. წარსულიდან არის. ანუ იმედი იმაქვს რომ მოუხდება. ნახოთ. ცოტა პატარა ხო არ არის. შეგებ ბარგალკას გამოვიტან შეშე. დავჭეროთ პრუჟინები. დავჭეროთ პრუჟინები. იმენა კატასტროფა არის. კაი იქით რა ხდება? ცუდ დახმარება ხო არ გინდა? მანქანა ჯერჯერობით სრულ კატასტროფას გავს. აქედან რო უყურებ ყველანაირი ფერი არის. წინ არის მწვანეა, მუქი. ისე არის ვერცხლისფერი, უკან არის თეთრი. ამ დისკებზე დგას, მოკლედ სრული კოშმარი. აი საღამო დადგა და დისკები დავაყენოთ, მინდა რომ გაჩვენოთ ახლა როგორ ვიცი. კი ბატონო მინდა. აი შემდეგი დღე დადგა. დღეს მოვიყვანე ფეჩის რადიატორის გამოსარეცხად. გამოურეცხეთ უკვე. აი ამდენი ტალახი ამოვიდა. და კიდე ახლა თერმოსტატი არ ეყენა, მაგას ვაყენებთ. და ასევე უკანა საბურავი ვიყიდე, რაღაც იაფიანები, მაგებს დავაყენებ და ხვალე წინებს ვიყიდით, ხვალე უკვე წინებსაც დავაყენებ. და რა ვინალმელა ხოდავთ რა მანქანას მიდის პროცესი წინ. თერმოსტატზე კიდე ის იყო სასაცილო, რომ 20 წუთი იყო დარჩენილი ავტობანის დახურვამდე. ახლა ვარ ქავთარაძეზე და აქედან უცებ გავარდით.
და უცებ ვიყიდეთ. კიდევ კაი მოვასწარი, არ ვიცი როგორ. ეხლა ვცვლით უკვე თერმოსტატს. ვცვლით რა ვცვლი. დავაგან თერმოსტატს და ჩავასხოთ მე ამბის. ეხლა დავქოქეთ თერმოსტატ დაყენებულსა და გამორეცხოთ ფეჭს, ვნახოთ აბა როგორი მუშაობს ყველაფერი. მანქანა ბოლომდე არ იყო თბილი, უკვე ფეჭი ცხელს უბერავდა იმენა ეგრევე თან. ეხლა ვამოწმოთ თერმოსტატის მუშაობას.